ტრამპს. საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. პრემიერის შემდეგ პრეზიდენტი. აბსოლუტურად აცდენილია ქართული ოცნების და შეერთებული შტატების ფასეულობათა სისტემა. თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რატომ დატოვა უყურადღებოდ საქართველოს თეთრმა სახლმა? აღდგება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა? ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ორმხრივი. რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ბელარუსი, სამხრეთ კავკასიის კიდევ ორი ქვეყანა. საქართველოს არ არის ამ ორგანიზაციის არც წევრი და არც დამკვირვებელი ქვეყანა, შესაბამისად ბუნებრივია რომ ქართული მხარე მონაწილეობას არ ღებულობს. ჩინეთის შეკრება და საქართველოს შეგნებული არჩევანი. თვითონ ქართული ოცნება პოზიციონირებდა, რომ ჩინეთი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებთან ერთად? ჩვენ ვართ ევროპის კანდიდატი ქვეყანა. ჩინეთთან ჩვენი ევროპული ურთიერთობა არ არის აუცილებელი, რომ ითვალისწინებდეს ამ გაერთიანების გარკვეულ პოზიციებს, რომელიც უპირისპირდება დასავლეთის პოზიციებს. უსაფრთხოების გამოწვევები და უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი. დაწმუნებული რომ პარლამენტისგან მას ექნება სრული მხარდაჭერა. სუსის მეოთხე ხელმძღვანელი 10 წლის მანძილზე. აბუკა მდინარაძე თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანს იმ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რასაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ქვია. მამუკა მდინარაძე, კენჭისყრა ხვალ იქნება. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. გონოყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 1 სექტემბერია, გიყვები დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. თეთრ სახლში ახალი წერილი გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შემდეგ დონალდ ტრამპს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. თბილისს აწუხებს, რატომ ტოვებს უყურადღებოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს, მაშინ როდესაც კონტაქტები ვაშინგტონში